ვარ მათეხორევანძე 9 წლის. ვსწავლობ ახალსოფლის საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ფეხბურთი და ცეკვა. უფრო რა თქმა უნდა მიყვარს ფეხბურთი. ჯერ ცოტა ხანი ვთამაშობდი ქალაქში, მერე მაჭახელაში გადავედი. მერე ფეხბურთიდან იმიტომ გამოვედი, რომ დრო არ მქონდა. ჩემი დრო იხარჯება სწავლაში, განათლებაში, თამაში და კიდევ რაღაცებში. ხან დაცვა ვიყავი, ხან შემტევი და ხან ნახევარდაცვა. მე კარი არ ყოფილი ვარ. ყველაზე კარგად ვთამაშობ მარჯვენა შემტევში, რადგან მე მარჯვენა ვარ. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობა გოლების გატანა. ჩემს კარიერაში დაახლოებით 75 გოლი მაქვს გატანილი. ერთი გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. პასი მომცეს და დავარტყი მარცხენათი, ისე რომ დავწექი და გოლი გავიტანე კუთხეში. მე კარი გაშეშდა, რადგან ძალიან ძლიერ დავარტყი და ვეღარ მოსწრებდა რეაგირებას. ჩემი ყველაზე კარგი საფეხბურთო თვისება ძლიერად დარტყმა. გამოსასწორებელი მაქვს სისწრაფე. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია რონალდო. საყვარელი გუნდია რეალი. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვთამაშებდი 7 ნომრით. მე მაქვს ფეხბურთის ნიჭი და ისე ვაპირებ შესვლას. ჩემი სკოლა ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ძალიან კარგი კლასელები მყავს და მასწავლებლები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის რეზი მამუჭაძე. ყველაზე ცელქი არის ალექსანდრე ქედელიძე. ყველაზე ჭკვიანია დემეტრე ნაგერვაძე. ყველაზე მშვიდი არის კესო ნაგერვაძე. მე ვარ ყველაზე სიმპათიური, ხალისიანი და მეგობრული. შეყვარებული იმიტომ არ მყავს, რომ ჯერ ჩემი მოსაწონი გოგო არ შემხვედრია. ზოგადად გოგო უნდა იყოს ლამაზი, მშვენიერი, მაღალი. ასეთი გოგო თუ შემხვდება, აუცილებლად შევიყვარებ. ცოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 25 წლის. შვილებს დავარქმევ ანდრიას, დემეს და ელენეს. ჩემს ცოლს დავარქმევ ლელას. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ლამაზიერ წეტემაძე. იმიტომ რომ განათლებულია, ჭკვიანი და ლამაზი. რომ გავიზრდები მინდა გამოვიდე ფეხბურთელი. თუ ფეხბურთელი ვერ გამოვალ, მაშინ გამოვალ ჯარისკაცი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი სპაიდერმენი. ახლა მინდა ვიყო 20 წლის, იმიტომ რომ სრულწლოვანი ვიქნები და რასაც მინდა იმას გავაკეთებ. მაგალითად, როცა მომინდება ჩემი მეგობრებთან ერთად წავალ რესტორანში. რესტორანში სიარული ჩემი ჰობია. სახლში ვცხოვრობთ მე, ბიძია, მამა, დედა, ჩემი და ბაბუა. კიდევ მინდა მყავდეს 2 ძმა და 1 და. ჩემი და არის 6 წლის და ქვია ქეთი. ის არის ლამაზი, ცელქი და ზოგჯერ მისლის ნერვებს. როდის მისლის და გარეთ რო ვართ ხოლმე, დაუძახებ სახლში შემოდი მეთქი და არ შემოდის. ჩემი აზრით ქეთი რო გაიზრდება, გამოვა ექიმი. მამიკო არის ჩემსავით სიმპათიური და მხიარული. ძალიან უყვარს ჩემი დედიკო. ლამაზ სიტყვებს ეუბნება და არასდროს არ კამათობენ. დედიკო არის მზრუნველი, ლამაზი, მაღალი და შავგრემალი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ხინკალი. ჩემი აზრით, ჩემი ცოლი გააკეთებს ყველაზე კარგად ბორშს. მიყვარს კითხვა, თუ წიგნი საინტერესოა. ჩემი საყვარელი წიგნია ბიჭი ბოლომერხს. საყვარელი ფილმია მარტო სახლში. დადასვენური ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი მილიონერი. ბევრი ფული რომ მექნება, პირველ რიგში დავეხმარებ მოხუცებს. პირადად ჩემთვის ვიყიდი მანქანებს და სახლებს. 26 წლის რო გავხდები, ვიყიდი შავ ლამბორჯინს. მე ასევე მიყვარს ცეკვა და 1 წელია დავდივარ ცეკვის წრეზე. ცეკვაში ყველაზე რთულია ტრიალში ჩაჯდომები. ყველაზე ადვილია ცერებზე დადგომა. ჩემი საყვარელი ცეკვა არის მთიულური. საყვარელი ლეთია ეს. ჩემი ქორწილში ჩავიცმევ შავ ჩოხას და აუცილებლად ვიცეკვებ. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში? მე კოსმოსში გავფრინდებოდი ჩემ დასთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? მაგალითად, ჩემი აზრით, ყველაზე ცნობილი ადამიანი არის ხვიჩა კვარცხელია. ჩემი ოცნების საჩუქარი არის ველოსიპედი. ბედნიერება არის ფეხბურთის თამაში და ოჯახის დახმარება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.